სლაიდზე არის წარმოდგენილი ოტო რანკის შეხედულება კათარზისთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ იგი საუბრობს კათარზისზე, როგორც იმ ფენომენზე, როდესაც ფსიქიკაში აღიძვრის ურთიერთსაპირისპირო ცნობიერი და არაცნობიერი ემოციური განცდები. და ვიმეორებ კათარზისის პარადოქსულობა სწორედ აი ამ ცნობიერისა და არაცნობიერის დაპირისპირებას უკავშირდება. ოტო რანკი ყურადღებას კათარზისის ბიოლოგიურ ასპექტზე ამახვილებს. კათარზისი ფიზიოლოგიური ტკივილნარევით კბობის სექსუალური ექსტაზის ანალოგია და ამიტომაცაა წერს იგი ასეთი ძლიერი ზემოქმედების მქონე. რანკი და ზახსი ცდილობენ წარმოადგინონ ემპათიის ან თანაგანცდის ფენომენის გაგებაც. ემპათიისა, რომელიც ამთლიანებს შემოქმედსა და მის აღმქმელს, კრეატორსა და რეციპიენტს, გულისხმობს მათ ემოციონალურ შეკავშირებას და არა მხოლოდ თქვათ აღმქმელისა და კრეატორის გამთლიანება ხდება ემპათიური განცდით. წარმოიდგინეთ მაყურებელთა დარბაზი, რომელიც ასე თქვათ შეკავშირებულია ერთმანეთთან, მაშინ აი დარბაზში მსხდომი ადამიანებიც კავშირდებიან ემპათიური ძალით, ბუნებრივია და ასევე ხდება მათი შეკავშირება, ემოციური შეკავშირება სცენაზე მიმდინარე პროცესთან. და სხვათა შორის ემპათიას არაერთი ავტორი იკვლევდა და არა მხოლოდ ხელოვნების ფსიქოლოგები. ეს კულტუროლოგიის და ხელოვნების თეორიის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხია. აი საინტერესო როგორ ესმის ემპათიის ბუნება ფსიქოანალიზს და კერძოდ როგორ ესმის ემპათია უშუალოდ რანკს, როგორც ფროიდის ერთგულ მიმდევარსა და მოსწავლეს. იგი წერს, რომ ემპათიის ძალით ხელოვნების ნაწარმოებში ასახული განცდები აღმქმელის ემოციებით იქცევა. აღმქმელი არ რჩება გულგრილი და თანაგანცდის გზით საკუთარ ფსიქიკაში ჩართავს მის წინაშე გათამაშებულ განცდებს. ემპათიის საფუძველია, წერენ რანკი და ზახსი, კრეატორისა და რეციპიენტის ფსიქიკური მსგავსება. ხელოვნებაში ასახული ვნებები ზოგად საკაცობრიოა, უნივერსალური და მათი ასახვა შესაბამის რეაგირებას ამიტომაც იწვევს. უფრო მეტიც აღმქმელი რეციპიენტი არა მხოლოდ პოულობს საკუთარ განცდებს მხატვრულ ნაწარმოებში, არამედ მათგან განმუხტვასაც ახდენს. მათი ენერგიისგან თავისუფლდება და კათარსის განიცდის. როდესაც აქ საუბარია უნივერსალურ ვნებებზე, ზოგად საკაცობრიო ვნებებზე, იგულისხმება რა თქმა უნდა ბიოლოგიური ვნებები. ჩვენ საუბრობთ ფსიქოანალიზზე, რომელიც არის ბიოლოგისტური თეორია, ან ინსტინქტ თეორია და არ უნდა გაგვიკვირდეს ემპათიისადმი ამგვარი დამოკიდებულება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მინდა გავმარტო. აქ საუბარია რაზე, რომ ვთქვათ, როდესაც მაყურებელი აღიქვავს მხატვრულ ნაწარმოებს და კონკრეტულად ტრაგედიაზე საუბარი, იგი არა მხოლოდ ასე ვთქვათ ახდენს იდენტიფიკაციას, ან გაიგივებას სცენაზე მიმდინარე მოვლენებთან, არამედ თავისუფლდება საკუთარი ვნებებისგანაც. ესე იგი, არა მხოლოდ პოულობს საკუთარ ვნებებს ტრაგედიაში, არა მხოლოდ საკუთარ თავში აღმოაჩენს, მაგალითად, ოტელოს ეჭვებს, ან ჰამლეტის მელანქოლიას, ან რიჩარდ მესამის მრისხანებას, ჩამონათებელი ძალიან შორს წაგვიყვანდა, ან თქვათ რომეო და ჯულიეტას სიყვარულს, არამედ თავისუფლდება ამ ტანჯველი ვნებებისგან. იმიტომ რომ ისევ და ისევ ფსიქოანალიზის პრინციპის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის მიხედვით ვნების გათამაშება ახდენს მისგან განთავისუფლებას და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ვნებას გაითამაშებს თავად აქტიორი, არამედ ვნებისგან თავისუფლდება ისიც, ვინც აღიქვავს აი ამ პროცესს, ვნების გათამაშების პროცესს. იმიტომ რომ ჩვენ უკვე ამაზე ვისაუბრეთ, იმიტომ რომ მხატვრული აღქმა, ესთეტიკური აღქმა არის აქტიური პროცესი და გულისხმობს მაყურებლის აქტიურ ჩართვას თამაშის პროცესში. ხელოვნების ღერძულ თემატიკას წერენ
რანკი და ზახსი ნებისმიერი ადამიანისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სურვილები და ლტოლვები შეადგენენ, რომელთა შორისაც ფროიდის ძირითადი ინსტინქტის ანარეკლს რანკი მარადიული კითხვის სახით წარმოადგენს. ერგება ჰანს თუ არა თავისი გრეტა. ანუ ეს არის სასიყვარულო თემატიკა, ეროსთან დაკავშირებული თემატიკა და ხელოვნება აღნიშნული პრობლემის დაუსრულებელ ასახვასა და ვარიაციას წარმოადგენს. საინტერესოა რანკის შეხედულებები მხატვრული ნაწარმოების ფორმასთან დაკავშირებით და ჩვენ აქამდე საუბრობდით მხატვრული ნაწარმოების შინაარსზე და საინტერესოა მას რა არის მითითებული მხატვრულ ფორმასთან დაკავშირებით. ხელოვანის ტაბუირებული აკრძალული მოთხოვნილებები შიდა ფსიქიკური ცენზურის მიერ სიმბოლოთა სახით ინიღბება. ჩვენ ამ თემაზეც უკვე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ. ამიტომაც ხელოვნება სიმბოლოთა ენაა. სიმბოლოდ ტაბუირებულ მოთხოვნილებას ცნობიერებისთვის მისაღებ ფორმას ანიჭებს და წმინდა გრძნობიერი სიამოვნების ან შეფარვითი სიმბოლოებთან დაკავშირებული ნეტარების წყაროთ იქცევა. ახლა შეეხება ესთეტიკურ ემოციას. აქ ავტორები გამორჩეულ მნიშვნელობას, თქვენ ხედავთ სლაიდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სიამოვნების განცდას და მიიჩნევს, რომ მხატვრულ ნაწარმოებს არაერთი, არამედ რამდენიმე სახის სიამოვნება უკავშირდება. აი აქ არის წითლად აღნიშნული რა ტიპის სიამოვნებებზე არის საუბარი. პირველი ეს არის წიმსწრები სიამოვნება დაკავშირებული მხატვრულ ფორმასთან. ეს არის პირველადი აღქმა მხატვრული ნაწარმოების, რომელიც ასე ვთქვათ, მომენტალურად, მყისიერად მე ვიტყოდი, იწვევს სიამოვნების განცდას, მისი ფორმიდან გამომდინარე და აი ამ წიმსწრებ სიამოვნებას რანკი სატყუარას უწოდებს. მისი ძალით აღქმელი ესთეტიკური ზემოქმედების და ზემოქმედებათა რიგის ჯაჭვში ჩაერთვის. წიმსწრებ სიამოვნებას უკვე ცვლის კათარზისთან დაკავშირებული, ახაც ამბობს, რომ ეს არის ნამდვილი სიამოვნება, რომელიც არის ინტენსივობის მიხედვით მზარდი. ის ესთეტიკური აღქმის პროცესში თანდათან, ასე ვთქვათ, ინტენსივობით მატულობს და მხოლოდ ფინალში ახდენს განმუხტვას. აი ამ ფენომენს ავტორებმა რანკმა და ზახსმა აფექტის ეკონომია უწოდეს. ანუ რას გულისხმობს ეს ყოველივე? ვთქვათ, აი მაყურებელი უყურებს მხატვრულ ნაწარმოებს, კონკრეტულად უყურებს ტრაგედიას. ტრაგედიის ფაბულის განვითარების პროცესში მისი მაყურებლის ემოციური რეაქცია, შინაგანი ემოციური რეაქცია ნელ-ნელა იზრდება და მატულობს და განმუხტვა ხდება მხოლოდ ფინალში, როდესაც უკვე გადაწყვეტილია გმირის ბედი, უკვე როდესაც საბოლოოდ დასრულდა თხრობა, დასრულდა დრამატული მოქმედება და ასე ვთქვათ, მოხდა ისევ და ისევ თუ კი გამოვიყენებთ რანკის ტერმინს, ფაქტიურად გმირის აპოთეოზი. იგი მართალია ვთქვათ, ფიზიკურად, როგორც წესი, ტრაგედიის გმირი იღუპება, მაგრამ მისი ღირებულებები რჩება მარადიული და ხდება ასე ვთქვათ, ტრიუმფი გმირისეული ღირებულებებისა. ეს ღირებულებები ტრიუმფს განიცდიან. მაგალითად, ვთქვათ, ჰამლეტის სიკვდილით არ კვდება მისი ღირებულებები, მისი დამოკიდებულება და საზოგადო დამოკიდებულება რეალობისადმი და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მისი ტრიუმფი. ამიტომაც არის, რომ ჰამლეტს ბოლოს ასაფლავებენ როგორც მეომარს, როგორც გმირს, რომელმაც ფაქტიურად გაბედა და დაუპირისპირდა მთელ სამყაროს. შეიძლება ასე ითქვას და არა მხოლოდ დანიის სამეფოს და არა მხოლოდ დანიის მეფეს. აზრის ეკონომიის ძალით მხატვრული ნაწარმოების აღქმა რეალობის რომელიმე ობიექტის აღქმასთან შედარებით ნაკლებ ენერგიასა და დაძაბვას საჭიროებს. ენერგიის ეკონომიის რეზულტატად კი სიამოვნება იქცევა. ხელოვნება მისთვის საინტერესო საგნებსა და მოვლენებს მათი აქცენტირების მიზნით გარე სინამდვილისგან აბსტრაგირებითა და განყენებით წარმოაჩენს. აი ავიღოთ კონკრეტული მაგალითი, განვიხილოთ ნატიურმორტი ლანგრით. ჩვენ ყველას გვინახავს ნატიურმორტი.
და გავიხსენოთ თუნდაც სეზამის ნაწურმორტი ერთ-ერთი, სადაც წარმოდგენილია ლანგარი ვაშლებით. ეს ერთგვარი მინი სამყაროა. ნებისმიერი, მოდით ახლა ვისაუბროთ სახვით ხელოვნებაზე, ნებისმიერი მხატვრული ტილო ამ შემთხვევაში არის მინის სამყარო, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ, თუ გიჩვენს აქ საუბრობთ ამ კონკრეტულ ტილოზე, რომელშიც მხოლოდ ლანგარია ვაშლებით. ყურადღება იმდენადაა ფოკუსირებული ვაშლებიან ლანგარზე, რომ სხვა ყოველივე ყურადღების მიღმა რჩება. მთელი სამყარო მნიშვნელოვნება ვაშლებიან ლანგარშია მოქცეული. ხელოვნების არ სწორედ ეს ფოკუსირება, ყურადღებისა და მთელი ფსიქიკური რესურსების ერთი გარკვეული მიმართულებით წარმართვა შეადგენს. მაშინ, როდესაც რეალური სამყაროსთვის მოზაიკური მრავალფეროვნება და ქაოტური სიჭრელეა დამახასიათებელი. შემდეგი მას სლაიდი ვნახოთ. არის უკვე სამარკოზეა. ბაშ რანკი და ზახსი იხილავენ ასევე რიტმის და რითმის საკითხსაც. მე მინდა ვნახო ეს სლაიდიც მაქვს თქვენთვის მომზადებული. აი, რიტმი და რითმა როგორც არსებითი უნივერსალური ესთეტიკური ელემენტი. მას დაუკავშირეს ავტორებმა რაგმა და ზახსმა სექსუალური შინაარსის სიამოვნებას და ბიოლოგიურ რითმიკას, სექსუალური აქტის რითმიკას. ისინი ამბობენ, რომ რიტმი და რითმა იმიტომ იწვევს სიამოვნებას, რომ ისინი ასე ვთქვათ, ბიოლოგიური შინაარსის რითმთან და სექსუალური აქტის რითმთან კონკრეტულად არიან დაკავშირებულნი. მას ლაპარაკია ასევე ავტორების მიერ იმაზე, რომ ტრადიციულად რიტმი შრომის შესამსუბუქებლად და სიამოვნების მისაღებად გამოიყენებოდა. და ლაპარაკია იმაზე, რომ თქო არსებობს მთელი სერია სოფლიოს ხალხებში შრომასთან დაკავშირებული სიმღერებისა, რომლებიც იმღერებოდა შრომის პროცესში და აიოლებდა შრომას, რადგანაც ხდებოდა რითმიზაცია, გარკვეულ რითმში მოქცევა, რითმულ მოძრაობებში მოქცევა შრომის პროცესისა. და შრომა ფაქტობრივად ცეკვისა და სიმღერის თავისებურებებს იძენდა. და ამავე დროს იოლდებოდა მშრომელთა ჯგუფის მოქმედებების სინქრონიზაციას და მე უკვე აღნიშნე თუ როგორ არის ახსნილი ავტორების მიერ რითმის, ასე ვთქვათ, გამოყენების ფსიქოლოგია, მას და რას უკავშირდება რითმის სიამოვნება. რითმის მიერ და რითმული მოძრაობის მიერ გამოწვეული სიამოვნება. მას საყვეთი ხელოვნების ბაზისად ავტორები ჭვრეტის ინსტინქტსა და თვალიერებასთან დაკავშირებულ სიამოვნებას წარმოადგენენ. ჭვრეტის ინსტინქტი უნდა აღინიშნოს ალბათ დეტალურად, მასში იგულისხმება სექსუალური ობიექტის თვალიერების ინსტინქტი, ვუეერისტული ინსტინქტი. აქაც ნახეთ ხდება როგორი რედუცირება, დააყვანა თქო ესთეტიკური აღქმა დაიყვანება ვუეერიზმზე, ასე ვთქვათ, სექსუალური ობიექტის ჭვრეტაზე. ვიმეორებ, ჩვენს არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ მე უკვე თავიდანვე ვთქვი, ჩვენი დღევანდელი ლექციის თავშივე ვთქვი, რომ რანკმა ფროიდის ბიოლოგისტური თეორია მისი მაქსიმალური სახით წარმოადგინა. ამიტომაც ის, ასე ვთქვათ, არაერთგვაროვან დამოკიდებულებას იწვევს ეს თეორია ბუნებრივია და სავსებით გასაგები. თუმცა მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ხელოვნების ფსიქოლოგია არ შემოიფარგლება მხოლოდ ფროიდის და მისი მიმდევრების შეხედულებებით და ჩვენი შემდგომი ლექციები დაეთმობა სრულიად განსხვავებულ შეხედულებებსა და მოსაზრებებს. მას ხო, აი, სხვა შორის საკუთარ მოსაზრებებს ოტო რანკი ასაბუთებს იმ ფაქტით, არა და ეს მართლაც რეალური ფაქტია, რომ ხელოვნების ინტერესის მთავარ ობიექტს ყოველთვის წარმოადგენდა ადამიანის შიშველი სხეული. თუმცა თვით პეიზაჟის ხელოვნებაც წერს ავტორი არ არის თავისუფალი ეროტიკისგან. ბუნების ნეიტრალური სურათის ასახვა არაცნობიერ ძალთა ტრანსფორმაციას, ცნობილი ფსიქიკისთვის მისაღები ფორმით მათ გარდაქმნას უკავშირდება. ამ მეტამორფოზას, ამ გარდასახვას, ამ გარდაქმნას ადამიანის შიდა ფსიქიკური თავდაცვითი მექანიზმი, ეგრეთ წოდებული ცენზორი ახორციელებს, რომელზეც ჩვენ ამ ცენზორზე უკვე ვისაუბრეთ.
რანგი და ზახსი შემოქმედის ფსიქოლოგიურ თავისებურებათა შორის აღნიშნავენ ფსიქიკურ დისბალანსს. ეხლა რა თვისებებით ახასიათებენ ისინი შემოქმედს? ფაქტია, ისინი მიუთითებენ და ეს ყველა ასე ვთქვათ, ხელოვნების თეორეტიკოსისთვის არის ასე ვთქვათ აქსიომა, რომ შემოქმედი, მით უფრო გენიალური შემოქმედი უნიკალური თავისთავადი ფსიქოსოციალური თვისებებით ხასიათდება. აი საინტერესო როგორ ესმით ეს თავისთავადობა შემოქმედის რანგს და ზახს. ისინი მიუთითებენ, პირველი, ეს არის ფსიქიკური დისბალანსი. ანუ შემოქმედს, გენიალურ შემოქმედს უნდა ახასიათებს და ახასიათებს კიდეც ფსიქიკური დისბალანსი, ანუ სულიერი ჰარმონიის რღვევა და ფსიქოლოგიურ პრობლემათა განსაკუთრებული სიმწვავე. ანუ თუ კი ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე ასე ვთქვათ, მწვავედ არ განიცდის საკუთარ ფსიქოლოგიურ პრობლემებს, შემოქმედი პირიქით აი ფსიქოლოგიური პრობლემების ასე ვთქვათ, მსხვერპლია, შეიძლება ასე ითქვას. აი მე გამახსენდა ტრაგედიის გმირს ხშირად უწოდებენ სულის მაქსიმუმს. ანუ ის რაც ვთქვათ, რიგით ადამიანში არის მინიმალური და ასე ვთქვათ, ოპტიმალური დონით ასე ვთქვათ, წარმოდგენილი, გმირში არის ასე ვთქვათ, მაქსიმალური სახით ასახული. და შეიძლება ეს ითქვას შემოქმედზეც. ლომბროზოს მსგავსად ჩვენ ვისაუბრეთ ჩეზარე ლომბროზოს ფსიქიატრიული ხელოვნების ფსიქიატრიული მე მინდა ხაზი გავუსვა თეორიის შესახებ და ლომბროზოს მსგავსად ფრანკი და ზახსი მიიჩნევენ რომ შემოქმედს ბევრი აქვს საერთო ნევროზით დაავადებულ ადამიანთან და რა საერთო ნიშნები აქვს შემოქმედს ნევროტულ ადამიანთან ეს არის სოციალური ადაპტაციის სირთულეები ანუ მას უჭირს ადამიანებთან ურთიერთობაში შესვლა იგი გამოირჩევა არაპრაქტიკულობით, ინფანტილობით, ანუ ბავშვურობით. აქვს ხასიათის ცვალებადობა და მერყეობა, ემოციური მაქსიმალიზმი, ანუ რაღაც ჭარბი ემოციონალობა და ემოციური სფეროს რეგულირების სირთულეები. აღნიშნულ თავისებურებათა მიზეზად ავტორები არაცნობიერ ძალთა ზემოქმედების სიძლიერეს მიიჩნევენ. ანუ არაცნობიერი დომინანტია ცნობიერზე ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობით. საერთოდ ფსიქოანალიზში არაცნობიერი დომინანტია ცნობიერზე. ეს არის ასე ვთქვათ, კრედო არაცნობიერის ფსიქოლოგიის და კერძოდ ფსიქოანალიზის. მაგრამ თუ კი საუბარია შემოქმედზე, აქ ასე ვთქვათ, არაცნობიერი არის ემანსიპირებული განთავისუფლებული ცნობიერის წნეხისგან. ცნობიერი ვერ აკონტროლებს არაცნობიერ ძალებს, უჭირს ცნობიერი ძალების გაკონტროლება და რეგულირება. შესაძლებელია ერთგვარი არაცნობიერის ჯანყი და შესაბამისად ფსიქიკის მაღალი ახსნებადობა და გრძნობელობა.